გამარჯობა. იმ ფაქტს მინდა გამოვეხმაურო, კალაძემ რომ მოაწყო ეგრეთ წოდებული ტურნე სამეგრელოში კანიონზე და იქ რაღაცა ისეთ იმას აკეთებენ, რა ქვიათ, გამენ სცენარს, რომ მიდიან ამ ძვირადღირებული სპორტული მანქანებით და ბუნება ისედაც ლამაზი და მშვენიერი გვაქვს, მაგრამ დაცლილი ქართველებიდან ყველაფერი ირგვლივ და ბოლოს შორტებში ჩაწმინდა. ჯერ ყველაფერს აქვს თავისი თვითონ უყვართ ეს სიტყვა dress code, რა წესი ქვია ამას ქართულად რა. ხო და ყდერება ამოგდებული რა, ახლა თანამდებობის პირი, ტატუირებული ფეხით და ამდენ მშიერ საზოგადოებაში ბოლოს აი ამ თავისი ივენთის ბოლოს იმას ილარჯს წელავს რა. ქვეყანაში სადაც 800 ბავშვი შიმშილით ყდება და როგორ ჭამენ, ძღებიან რა ამ ყველაფერს დებენ ასე საჯაროდ და ანახებენ ამ მშიერ საზოგადოებას. ესენი არის საქართველოს ხელისუფლება და ესენი წარმოადგენს და ესენი გადაარჩენს საქართველოს. და ახლა ვინმე რო შეეკითხოს და რაღაცა შენ ჩასაფრებული ხარ კრიტიკაზე, რეკლამას ახდენს თურმე საქართველოსი ამ კონცეფტს რო შეეკითხო კალაძე თავისი ტატუირებული ბაყვებით. და მშიერ საზოგადოებას რო უწელავს ელარჯს წინ, ეს არის თურმე რეკლამა. ელარჯს ჭირდება კალაძის რეკლამა და სამეგრელოს ჭირდება იმის რეკლამა, კალაძის რეკლამა და მეგრულად ამ ფანატების გულის მოსაგებად მეგრულად რაღაცებს ბურტყუნებს რა. მე სერიოზულად გეუბნებით, ეს არის უკანასკნელი გაჩერება ჩვენი ერის ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის. ეს არის ჩვენი ერის დაღუპვა. ჩვენი დაღუპული ერია. ჩვენ განადგურებული ხალხი ვართ, რომ ჩვენ ამაზე რეაქცია არ გვაქვს სათანადო, რომ ვიღაცის ტატუირებული ბაყვები კი არ მაკვირვებს, ვიღაცის შორტები კი არ მაკვირვებს რა. ან ვინმეს უხამსის აქციელი კი არ მაკვირვებს. მე ვწუხარ იმაზე, რომ ეს ჩვენ თავს ხდება. всё, მეტი არაფერი არ ხდება აქ რა. ჩვენ ესეთი გაღწნილება სახელმწიფო სათავეში მივიღეთ და მიგვაჩნია ნორმალურად. ეს არცად არ ხდება ესეთი რაღაცა. ესეთი რაღაცა არცად არ მოხდება. აი ისეთ ქვეყნებში, სადაც მიუღებელი არის, ჩრდილო კორეაში ესეთი რაღაცა არ მოხდება რა. იქ სახელმწიფო მეთაურმა იცის თავისი ადგილი, ყველაზე მცირე რა. მოგწონს არ მოგწონს დიქტატურა. თქვენ ვერ ნახავთ კიმ ჩენ ირის ბაყვებ ამოგდებული, ტატუირებული, იმითი ტრადიციულ კერძს აგებუნებდეს, როგორი უშუალო და მაგარი ტიპი. ყველგან არის რაღაცა საზღვარი. ყველანაირ დაგმობილ და მიუღებელ გარემოში არსებობს რაღაცა საზღვარი სახელმწიფო პირისგან, რომელიც არ უნდა გადაილახოს საზოგადოებასა და მის ურთიერთობას შორის. ამათთვის არანაირი საზღვარი არ არსებობს რა. ამათთვის არანაირი ზღვარი არ არის.